ახალი აღთქმა. მათეს სახარება. თავი პირველი. წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაამის ძისა. აბრაამმა შვა ისაკი, ისაკმა შვა იაკობი, იაკობმა შვა იუდა და მისი ძმანი. იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან, ფერეცმა შვა ხეცრონი, ხეცრონმა შვა რამი, რამმა შვა ამინადაბი, ამინადაბმა შვა ნახშონი, ნახშონმა შვა სალმონი. სალმონმა შვა ბოაზი რახაბისგან, ბოაზმა შვა ობედი რუთისგან, ობედმა შვა იესე. იესემ შვა დავით მეფე, დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას სოლისგან. სოლომონმა შვა რეხოვოამი, რეხოვოამმა შვა აბია, აბიამ შვა ასა, ასამ შვა იოშაფატი, იოშაფატმა შვა იორამი, იორამმა შვა ყუზია. ყუზიამ შვა იოთამი, იოთამმა შვა ახაზი, ახაზმა შვა ეზეკია. ეზეკიამ შვა მენაშე, მენაშემ შვა ამონი, ამონმა შვა იოშია. იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გასახლებისწინ. ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი, შეალთიელმა შვა ზერუბაბელი. ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი, აბიჰუდმა შვა ელიაკიმი, ელიაკიმმა შვა აზორი. აზორმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა იახინი, იახინმა შვა ელიჰუდი. ელიჰუდმა შვა ელეაზარი, ელეაზარმა შვა მათანი, მათანმა შვა იაკობი. იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ქვია ქრისტე. ამრიგად მთელი მოდგმა, აბრაამიდან დავითამდე 14 მოდგმა. დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე 14 მოდგმა. ბაბილონს გადასახლებიდან ქრისტემდე 14 მოდგმა. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა. მისი დედის მარიამის იოსებზე დანიშნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, იგი აღმოჩნდა სულიწმიდისაგან დაორსულებული. ხოლო იოსები მისი ქმარი მართალი იყო და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი. როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებ შენი ცოლის მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული სულიწმინდისგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: აჰა, მუცლად იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს ჩვენთან არის ღამერთი. სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა და მიიღო თავისი ცოლი. არ გაჰკარებია მას ვიდრე არაშვა თავისი ძე და დაარქვა მას იესო.